მოგესალმებით, მე ვარ კინორეჟისორი ნანა ჯანელიძე. რეჟისორობა ნამდვილად არ იყო ჩემი სურვილი. არც მომივიდოდა თავში, რომ რეჟისორი გამხდარიყავი. სკოლის დამთავრების შემდეგ ვაპირებდი სულ სხვა ადგილას ჩაბარებას. ამ დროს გაიხსნა საქართველოში, თბილისში კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ეს მაშინ და საბჭოთა კავშირში იყო საოცარი შემთხვევა, იმიტომ რომ მხოლოდ მოსკოვში იყო ასე ვთქვათ, ვგიკი ერქვა, ეს იყო საკავშირო ინსტიტუტი, კინოინსტიტუტი და მარტო იქ შეიძლება ჩაბარება. ანუ ადამიანს თუ უნდოდა კინორეჟისორობა, უნდა წასულიყო აუცილებლად მოსკოვში და ჩვენი მთელი ეს უდიდესი რეჟისორების პლეიადა არიან განათლება მიღებულნი მოსკოვის ვგიკში. და დაიშვა უცნაური რა, რომ თბილისში გაიხსნა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, არც ერთ სხვა რესპუბლიკას არ ქონდა ამის უფლება. და ეს კაკო დვალიშვილმა და რეზო ჩხეიძემ მოახერხეს, რომ ეს უფლება მოიპოვეს და საქართველოში გაიხსნა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. ეს ძალიან დიდი გარღვევა იყო, იმიტომ რომ ქართველებს შეედოთ პირდაპირ საქართველოში ქართულ ენაზე ესწავლათ კინორეჟისურა. და პირველი ჯგუფიც აიყვანეს ნორმა დიდმა რეჟისორმა, ეს იყო თენგიზ აბულაძე და ლანა ღოღობერიძე და მათი ასისტენტები იყვნენ ირაკლი კვირიკაძე და ომარ გვასალია. ამ ინსტიტუტის გახსნა ისეთი საინტერესო კულტურული მოვლენა იყო, რომ მე მშობლება მერჩიეს, მე ვიყავი 18 წლის და მითხეს, რომ იქნებ მოსინჯო. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო არაჩვეულებრივი ლექტორები არიან, ერთი ჯგუფი აყავს თენგის, მეორე ჯგუფი აყავს ლანას ინსტიტუტი რუსთაველის ქუჩაზე, ამასაც ჰქონდა მნიშვნელობა და რაღაც ეს სრულიად გაურკვეველი, არ ვიცოდი რა არის ეს კინორეჟისურა, არც მაინტერესებდა. და თან როდესაც ვაბარებდი, უმთავრესად იყვნენ უკვე ასეთი პირობა იყო, რომ ინსტიტუტ დამთავრებულები უნდა ყოფილიყო, ერთი ინსტიტუტ დამთავრებულები, რომ მათ ქონოდათ რაღაცა დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და უკვე სათქმელი ქონოდათ. ამიტომ სრულიად უიმედოდ მივდიოდი, მახსოვს ყოველდღე კონსულტაციის მერე გამოცდების წინ რო ტარდება კონსულტაციები, მივდიოდი, ვუსმენდი ამ ძალიან ჭკვიან ადამიანებს, ზოგი შექსპირის გადაღებას აპირებდა, ზოგი, რა ვიცი, იბსენის და მოვდიოდი სრულიად სასოწარკვეთილი, იმიტომ რომ ვერ წარმომედგნა, რომ ესეთ ადამიანებთან მე როგორ უნდა მესწავლა. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მაგრამ რაღაცნაირად ისე მოხდა, რომ როდესაც ჩავები ამ ზრბოლაში, ასე ვთქვათ, საკონკურსო ზრბოლაში, თუმცა რაღაცა მაინც გაჩნდა ნაპერწკალი ჩემშიც და მოკლედ ისე მოხდა, რომ მე აღმოჩნდი ამ ინსტიტუტში და თან თენგიზ აბულაძის ჯგუფში. მე ვიყავი ერთადერთი ყველაზე პატარა სკოლა დამთავრებული, არაჩვეულებრივი ჭკვიანი ადამიანების გუნდი იყო, ეს იყო თემურ ბაბლოვანი, ნანა ჯორჯაძე, გია მატარაძე, რამაზ გიორგობიანი, ზურა ინაშვილი, გოგიტა ჭყონი, ანუ დიდი კურს დამთავრებული, უკვე ერთი ინსტიტუტ დამთავრებული კოლეგები, ასე ვთქვათ, სტუდენტები იყვნენ ჩემი თანაკურსელები და მოკლედ ასე დავრჩი ამ ინსტიტუტში. თუმცა ერთი წელი რო გავიდა, იმდენად დიდი იმედების გაცრუება იყო საკუთარ თავში, რომ გადავწყვიტე, რომ ეს არ არის ჩემი საქმე, მივწერე ბატონ თენგის დიდი რომანტიული და გრძნობებით სავსე წერილი, რომ არ შემიძლია აქ ყოფნა, უნდა წავიდე. და მოხდა ის, რომ ბატონმა თენგიზმა მოდ შემოთავაზა, რომ ეხლა ვიწყებ ნატვრის ხეზე მუშაობას და იქნებ დაიწყო შენც ჩემთან ასისტენტად იმუშავეთ ჩემმა კურსმა და ნახე თუ მოგეწონება ხომ კარგი თუ არა და სადაც კიდე ეგ ჩააბარებ, ჯერ კიდე დრო გაქვს. ნატვრის ხე აღმოჩნდა ალბათ ის დიდი, რა ვიცი, საცდური სატყვა, რომელმაც ამიძულა, რომ მე დავჩენილიყავი ამ პროფესიაში. მაშინ მახსოვს ნატვრის ხის შემდეგ ბატონ თენგის ბევრი მიწვევა ქონდა უცხოეთში. და მას პირდაპირ შემიძლია რომ ჩემოდნებით ჩამოქონდა დისიდენტური ლიტერატურა, ანუ ის რაც იბეჭდებოდა საზღვარგარეთ და რაც იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში. რასაკვირველია უკვე წაკითხული მქონდა პირველ კურსზე, მახსოვს ჩუმა წავიკითხე სოლჟენიცის არქიპელაგ გულაგი, მაგრამ ერთ-ერთი ჩამოსვლის დროს ბატონმა თენგიზმა ჩამოიტანა ნადეჟდა მანდელშტამის, ეს იყო ოსიპ მანდელშტამის მეუღლე. ოსიპ მანდელშტამი იყო რეპრესირებული პოეტი, მისი მოგონებები, ნადეჟდა მანდელშტამის მოგონებები, რომელიც სრულიად სხვა მხარეს აღწერდა საბჭოთა კავშირის რეალობის. ეს იყო
უკვე არა ციხის რეალობა, ეს არის საბჭოთა კავშირის გარე ციხის რეალობა, ანუ როგორც ცხოვრობდნენ მოქალაქეები 30-იან წლებში. ეს იყო ძალიან დიდი შთაბეჭდილება, ერთ-ერთი რაც მახსოვს, როგორც ძალიან ძლიერი შოკი, რომ როდესაც ოსიპ მანდელშტამი დაიჭირეს, ნაძვ და მანდელშტამი ზეპირად ამბობდა ხოლმე მის ლექსებს, იმეორებდა გონებაში, როდესაც მუშაობდა ქარხანაში 8 საათი, რომ ეს ლექსები ზეპირად დაემახსოვრებიდნენ, იმიტომ რომ იმის ჩაწერა არ შეიძლება ყველაფერს წაართმევდნენ და აი ფაქტურად მან თავისი ქმრის, თავისი მეუღლის ლექსები შემოინახა ესე გონებით, რომ არც ერთი ფსკარი არ გამქრალიყო. და ეს ძალიან დიდი შთაბეჭდილება იყო და ზუსტად მაშინ რაღაცნაირად ბატონი თენგიზი ასე ფიქრობდა ახალ სცენარზე და მას მოუყვა კაკო ბაქრაძემ ესეთი საინტერესო ფაქტი, რომ დასავლეთ საქართველოში მოხდა ესეთი უცნაური რამ, ესე იგი ამოთხარეს ახლად დამარხული მიცვალებული და ჭირესოფას მიუყვდეს ღობესთან. და ეს იყო შურისძიება ახალგაზრდა კაცის, რომელსაც აი ამ ესე იგი გარდაცვალმა, რომელიც იყო კგბ-ს ოფიცერი თავის დროზე, გადაუსახლა მამა, საყვარლად გაიხადა დედამისი, რომელსაც მე თავი მოიკლა და თვითონ ეს ახალგაზრდა ბიჭი, მაშინ პატარა იყო, გადაასახლეს ასევე და ბევრი წლის შემდეგ დაბრუნდა და ეს იყო მისი შურისძიება ამ ადამიანზე. აი ეს აღმოჩნდა ამ მონანიების ფაქტიურად, ასე ვთქვათ, მთავარი ისტორია, რაც ნამდვილად მოხდა და აი ესე დავწყოთ ამ ფილმზე მუშაობა. მაშინ მახსოვს ბატონმა კაკო მითხრა თენგიზს, რომ ამაზე მუშაობს ნოდარ წულიესკირი და იქნებ შეხვდეთ და დაელაპარაკო მას ამის შესახებ. ნოდარ წულიესკირთან თენგიზს ჰქონდა უკვე კარგი ურთიერთობა, თუმცა ჰქონდათ უკვე ერთი ნამუშევარი თუ არ ვცდები თუთარჩელაზე, რომელიც არ გამოვიდა, ფილმად ესე იგი ვერ შედგა და მიაკითხა თენგიზმა ნოდარ წულიესკირს, ჩვენ ცოტა ხანს ერთად ვიმუშავეთ და იმის გამო რომ მთელი მასალა შესაგროვებელი იყო და მე ვიყავი ახალგაზრდა ამას ძალიან დიდი ხარისით ვაკეთებდი და ვწერდი და მე ეს უფროსები ამას უყურებდნენ. ბატონმა ნოდარმა რაღაცა მომენტში თქვა, რომ მე უკვე თქვენ არ გჭირდებით თენგიზს, მოდით თქვენ გააგრძელეთ და ასე ვთქვათ დაგვლოცა. და ჩვენ გავაგრძელეთ მუშაობა. ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ ყველა ისტორია იყო ნამდვილი ქართული ისტორიები. მანამდე არაფერი არ იყო ჩაწერილი ამ წლების შესახებ, ამიტომ ეს იყო ცოცხალი ადამიანების მიერ მოყოლილი ნამდვილი ამბები და აი ამ ამბებს ვიწერდით ჩვენ. იცით რა, თვითონ სცენარის წერის დროს აი ეს მთელი მუსიკალური ქარგა ფაქტიურად სცენარში იყო ჩადებული. აი ეს ეპიზოდები, როდესაც ვარლამი მღერის, ეს იყო რაღაცა გარკვეული სარკაზმი, როდესაც მანრიკო სტრეტას მღერის და ის ორი მისი მეგობარი, ასე ვთქვათ, მისი ქვეშევრდომი რიქტაფელოვი და რა ერქვა მე ვერს აღარ მახსოვს, რიქტაფელოვი და დოქსოპოლო, როდესაც ეს თითქოს ორკესტრის პარტიას მღერიან, ძალიან სასაცილო იყო და რაღაცა სარკაზმი იყო ამაში, აი იმისადმი, რასაც აკეთებდა ვარლამი. და ეს ყველაფერი იყო რაღაცა უკვე სცენარში ჩადებული თავიდანვე. ერთადერთი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი არის, გარდა იმისა, რომ ყველაფერი ეს იყო ის მუსიკა, რომელსაც მე ვისმენდი და რომელიც მიყვარდა, სხვათა შორის ხშირად მეკითხებიან, რა მუსიკა არის სულ ბოლოში, როდესაც ვერიკოს გმირი მიდის აი იმ გრძელ გზაზე ტაძრისკენ, ეს არის ჰუნოს ორატორია სიკვდილი და სიცოცხლე. და ბევრმა არ იცის და აინტერესებთ ეს რა ნაწარმოები, არაჩვეულებრივი ნაწარმოებია. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო სხვათა შორის აი მორების ეპიზოდში არის არაჩვეულებრივი მუსიკა და როდესაც ჩვენ ვამონტაჟებდით ჩვენს გვერდზე თუ არ ვცდები ელდარ შენგელაის ფილმს ამონტაჟებდა გია ყანჩელი, ანუ მუსიკას ადებდა და თენგიზმა უთხრა, რომ რაღაცები აჩვენათ, მაგალითად აჩვენა მე-9 სიმფონია როგორ ჟღერს, როდესაც მხატვარი უკვე ესე ნაწამები მხატვარი ჩამოკიდებული არის და აჩვენა ასევე მორების ეპიზოდი და მკითხა ბატონა გიამ, რომ აქ რას აპირებო და მე ვთქვი, არ ვიცი, მე ვფიქრობ, რომ აი ეს ბუნებრივი ხმები, ხერხის, ნახერხის, რომელიც იბნევა, ტყაპოს, ეს ჭყაპაჭყუპი ძაღლების, ალბათ ეს საკმარისია და გიამ გითხრა, რომ მე თქვენ მოგიტანთ ძალიან საინტერესო მუსიკასო და ეს იყო არვო პარტის, აი ზუსტად ის მუსიკალური ფრაგმენტი, რომელიც დაედო ამ
ამ ეპიზოდს და ჩვენ მაშინ არც ვიცოდით არც საავტორო უფლებების შესახებ არაფერს და კი ვკითხეთ რომ კი მაგრამ ეს არ ვიცნობდით მაშინ მას თანახმა იქნება და თქვა რომ ის უკვე წასულია საბჭოთა კავშირიდან და ბედნიერი იქნება რომ აი ასეთ ფილმში მისი მუსიკა გაჟღერდესო და ასე ვთქვათ გვაჩუქა შეიძლება ითქვას არბო პერტმა და გია ყანჩელმა აი საოცარი ფრაგმენტი რომელიც დაედო მორების ეპიზოდს და მე მგონი ზუსტი წერტილი იყო ეს მუსიკალური ამ ეპიზოდისთვის ძალიან მძიმე და რაღაცა გამჭვირვალე და თითქოს რაღაცა მთელი ეს წარმოების ხმები მუსიკალურად იყო გადაწყვეტილი ეს იყო ფაქტიურად ალბათ აი ამ ასე ვთქვათ ურჩხულის ბოლო კუდის მოქნევა იმიტომ რომ ჩვენ უკვე დაწყებული გქონდა ფილმი გეგა იყო ჩვენი მთავარი გმირი და ის იყო აი ამ მთავარი იდეის მატარებელი და საოცრება არის რომ ფილმშიც ესე იგი სცენაში გეგა ხო უნდა დაღუპულიყო და თითქოს ეს რაღაცა საზარელი აქტი გადავიდა მის რეალურ ცხოვრებაზე ხანდახან ისეთი უცნაური რამ ხდება ხელოვნებაში რომ იმდენად ძლიერი რაღაცა ენერგია წარმოიშვება ის რომ ის ხანდახან ნამდვილ ცხოვრებასაც ეხება თითქოს ამ პირიქით შეიძლება გეგას ბედი თითქოს წინასწარ იყო განჭრეტილი და ფილმმა ეს აისახა რაღაცა უცნაური მაგიური კავშირებია ხოლმე აი ეს რეალობასა და ფილმის რეალობას შორის და ეს იყო უკანასკნელი მე მგონი მაინც კუდის მოქნება ამ საზარელი ურჩხულის ფილმის დაახლოჩენებას მე არ დავესწარი პრინციპულად იმიტომ რომ ვიყავი ახალგაზრდა და ვთვლი რომ უნდა ინახა ფილმი ედვარდ შევარდნაძეს რომელიც ფაქტურად იყო დიდი მხარდამჭერი და მე არ წავედი ხა ძალიან ნანოფ ამას იმიტომ რომ ძალიან საინტერესო იყო მე როგორც აღწერა ბატონმა თენგიზმა ეს ყველაფერი იმიტომ რომ ედვარდ შევარდნაძე იყო მთელი თავისი გუნდით ანუ ეს იყო ალბათ ცეკას წევრი ცეკას ბიუროს წევრები და როდესაც ფილმი დასრულდა იყო უგრძესი სამარისებული სიჩუმე იმიტომ რომ ვერანი ვერ ამოიღებდა ხმას სანამ ბატონი ედვარდი არტულა რაღაცას მისი პირველი შეფასება იყო ყველაზე ასე ვთქვათ ღირებული იმ საზოგადოებაში ამიტომ იყო დიდი სიჩუმე და ბოლოს შევარდნაძემ წარმოთქვა ეტაპური ფილმი გადაიღე თენგის შენობით იყო ის ყველასთან და დარბაზმა ამოისუნთქა მაგრამ ჯანსაღ ჩარკვიანს ესწრებოდა და მან მიაწია მთავარია თენგის ეხა ეტაპით არ გაგიშვან შენ იქო ანუ ციმბირშიო ну აი რაღაც ამის შემდეგ უკვე ყველა მიხვდა რომ შეიძლება რომ ფილმი მოეწონოთ და ყველა მივარდა თენგის და ულოცავდა და იყო ერთი ესე იგი ხელნაკოცნა და ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო რომ იყო ასეთი რა ვიცი მოთხოვნა თუ თხოვნა თენგისადმი რომ აი ეს ბოლო ფრაზა როდესაც ბერიკოს გმირი ეკითხება ზეიკოს გმირს, ზეიკო ბოცვაძის გმირს, ანუ ბარათელს. ეს გზა ტაძრისკენ მიმიყვანს და პასუხი იყო, რომ არა, ეს გზა ტაძრისკენ არ მიგიყვანს. და ასე უთხრა შევარდნაძემ თენგის, რომ იქნება ასე თქვათ, არა, ეს ვარლამის ქუჩაა. ეს გზა ტაძრისკენ არ მიგიყვანს. ანუ ვარლამის ქუჩა ნიშნავდა, რომ ეს ყველაფერი ისე ძალაშია, ეს საზრელი ორგანიზაცია, ინსტიტუცია, კგბ ისევ თავის, ესე იგი, თავის, რა ვთქვა, ძალმოსილებაში არის და ეს ისე ვარლამის ქუჩა და ეს ვარლამის ქუჩა არასოდეს არ მიგიყვანს ტაძრისკენ. ეს კიდევ უფრო გაამწვავა და ამან ყველაფერმა ეს ბოლო ეპიზოდი. და იმისთვის რომ ჩვენ ეს გავაკეთებინა ამაზე ძალიან დიდი დრო დაგჭირდა 3 თვე უნდა გადაგვეღო დაგვეჭრა გაგვემშღავნებინა ლაბორატორია მოკლედ ეს ფირზე ხდებოდა ყველაფერი და ეს იყო ძალიან ხანგრძლივი პროცესი დაგჭირდა 3 თვე ამ პერიოდში უკვე შევარდნაძე გადაყვანილი იყო მოსკოვში და ფილმი დარჩა ასე ვთქვათ საქართველოში სრულიად მოწყვეტილი ყველაფერს და ნუ შეიძლება ითქვას რომ 2 წლის განმავლობაში ფილმი იყო დაპატიმრებული და შემდეგ რეზო ჩხეიძემ ხოთშორის ძალიან საინტერესო იყო რეზო ჩხეიძემ მიიღო ლენინის პრემია თავისი ფილმისთვის მშობლიარო ჩემო მიწა და ამ დროს იყო დიდი რევოლუცია კინემატოგრაფისტებში და ახალი თავმჯდომარე მოვიდა ეს იყო ელენ კლიმოვი რომელსაც გადაწყვეტა რომ დაპატიმრებული ფილმები უნდა ენახა და მიეცა მათთვის ახალი სიცოცხლე და ნუ გადააწყვეტა მათი ბედი
და ელენ კლიმოვს ჩაუტანა ამბავი, იყო ასეთი რუსი პოეტი, მაშინ ძალიან ცნობილი, არ ვიცი ხე იციან თუ არა, ევგენი ევტუშენკო, რომელმაც გაიგო, რომ აი საქართველოში ჩამოსვლა, გაიგო, რომ თენგის აქვს, აი რაღაც ეგეთი უცნაური ფილმი, დაურეკა ამაზე, ჩემთან სახლში ნახა ეს ფილმი და მან წაიღო ამბავი, რომ საოცარი ფილმი არის გადაღებული საქართველოში და აუცილებლად უნდა მოხერხდეს ამ ფილმის განთავისუფლება, ასე ვთქვათ და არაფშეულებელი იყო ფილმის გაგზავნა მოსკოვში და რეზო ჩხეიძე როდესაც მიდიოდა თავისი ფილმით მოსკოვში რომ მიეღო პრემია თავის კოლოფებში თავისი ფილმის ამ რკინის იაუფები ერქვა იმ კოლოფებს ჩაალაგა მონანიება ეს ბევრი კოლოფები იყო და მონანიებაც იყო მათ შორის და აი ასე კონტრაბანდით გაიტანა ფილმი მოსკოვში და მიუტანა პირდაპირ ამ ელენ კლიმოვს დარბაზში, სადაც ისინი ჩაგეტილები იყვნენ და უყურებდნენ დაპატიმრებულ ფილმებს. და ელენ კლიმოვმა იქ თავის კომისიასთან ერთად ნახა ეს ფილმი. და მინდა გითხრათ, რომ ელენ კლიმოვი ძალიან ცნობილი და დიდი რეჟისორი იყო. და მიუხედავად ამისა, აი მან სრულად გულწრფელად თქვა, რომ მე ჩემს სიცოცხლის დავდებ, ოღონდ ეს ფილმი უნდა გადავარჩინო. ამ ფილმმა უნდა ნახოს მაყურებელი. და დაიწყო მისი მუშაობა, ეს იყო დაახლოებით წელიწად ნახევარის დადიოდა ცეკა სხვადასხვა დიმნებთან, აჩვენებდა ამ ფილმს და ეუბნებოდა, რომ თუ ჩვენ გვინდა, უკვე გორბაჩოვი იყო მოსული, თუ ჩვენ გვინდა ვამცნოთ მსოფლიოს, რომ შეიცვალა რაღაცა, რომ აღარ არის და ქვია რკინის ფარდა, რომ შევცვალოთ მსოფლიო რუკა და აღარ იყო სოციალისტური და კაპიტალისტური ბანაკი. აი ჩვენ ეს ფილმი უნდა გავუშვათ და ეს იქნება სასიგნალო რაკეტა, რომ რაღაცა მართლა შეიცვალა. ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მან მიაღწია მიზანს, რასაკვირველია, სხვადასხვა ძალები მუშაობდნენ და ფაქტიურად ყველა ის ადამიანი, ვინც იყო აი ამ დიდი მახინა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ, ყველანი, მათ შორის რუსები, იმიტომ რომ ბევრი ხმები მოდიოდა მერე, ისინი ცდილობდნენ, რომ ასე ჩუმად უყურებდნენ ფილმს, კასეტებით, არ ვიცი რაღაცნაირად და ყველა ცდილობდა, რომ ამ ფილმისთვის გზა გაეკაფა, ასე რომ საბოლოოდ ფილმი გავიდა ეკრანებზე, ნუ მე უკვე წავიდა კანის ფესტივალზე და იქ 3 პრიზი მიიღო სხვადასხვა და მან იხილა, ასე ვთქვათ, დღის სინათლე. ვიცით, ეს ფილმი ამდანა დაიწყო ერთ სახელმწიფოში და შემდეგ მე მგონი 2 თუ 3 სახელმწიფო ფორმაცია და წყობილება გამოიარა, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში დავიწყე და დასრულდა საშინელი თარიღი იყო, ესე იგი 27 სექტემბერი სოხუმის დაცემა, ეს იყო 93 წლის 93 წელს დაეცვა 27 სექტემბერს სოხუმი და 94 წლის 6 იანვარს იყო ფილმის პრემიერა. ანუ პრინციპში ჩვენ ომის დროს ვიღებდით ამ ფილმს და მახსოვს რომ ძალიან ახლობლები მეუბნებოდნენ რომ რა დროს იამნანა ვისჭირდება ეს შენი იამნანა ქვეყანა ინგრევა ომია, ნამდვილი ომი იყო, იმიტომ რომ ჩვენი გმირი უნდა ყოფილიყო ლევან აბაშიძის წავიდა ომში, დაიღუპა და ვის აინტერესებს იამნანა რა დროს იამნანა მოგეთ ამას აზრი არ ქონდა ამ ფილმის თითქოს გადაღებას და მე რატომღაც ჯიუტად ვიღებდი ამას, რატომღაც აი ეს იყო ერთგვარი პასუხი იმაზე რაც ხდებოდა. მახსოვს, როდესაც მივდიოდით გადაღებებზე, ესე იგი გამოვიდოდა ხოლმე ჭოლა-ჭყონიან და ყვიროდა, ნანა არ გაუშვათ გადაღებაზე, მანქანებს იტაცებდნენ, მაშინ ეს თოფიანი ხალხი დაწწოდა. ესე იგი მთელი იმაში და მანქანებს იტაცებდნენ და ჩვენ მაინც გავდიოდით. ნუ აი საბოლოოდ ეს ყველაფერი დასრულდა და აღმოჩნდა, რომ ზუსტად მაშინ გამოვიდა ფილმი, როცა ძალიან ჭირდებოდათ ომ გამოვლივ და სრულიად სიცხდაცვლილ და რაღაცა იმედგაცრუებულ, რა ვიცი, ადამიანებს. იმიტომ რომ ისეთი, რა ვიცი, დიდი სიყვარული დაიმსახურა უცებ ფილმმა, რომ აი სრულიად უცხო ადამიანები რეკავდნენ და მეკითხებოდნენ, რომ რა სიმღერებს ღერის სიტყვები ჩაგვაწერინეთ, ესეთი კაბები რა არის, ბავშვები გთხოვდნენ ესეთი კაბები შევუკეროთ. ანუ აღმოჩნდა, რომ ფილმმა რაღაც ადამიანებში ისევ გააღვიძა იმედი, რომ ჩვენ ვართ მშვენიერები, ჩვენ ვართ ლამაზები, ჩვენ ვართ კეთილშობილები, რაღაცა სხვანაირი რამ მოხდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ არ ყოფილიყო ასეთი ძიმე პერიოდი, ალბათ ფილმს არ ექნებოდა ასეთი წარმატება და რასაკვირველია არ შეიძლება არ აღნიშნო ჯანო და ვატო კახიძეების საოცარი მუსიკა, რომელიც აპირდაპირ მალამუსავით მოედო გულს და თან
წარმოიდგინეთ, რომ არ იყო სადაც მე ვნებოდი, რომ იავნანა რატომ უნდა დაიწეროს, როდესაც ამდენი ხალხური იავნანაა და მე ვამბობდი, რომ არა, უნდა დაიწეროს. ისევე როგორც შობის გალობა საერთოდ არ იწერებოდა მაშინ საშობაო სიმღერები და ეს იყო პირველი ნამდვილი საშობაო სიმღერა, რომელიც ვატო კახიძემ დაწერა და აი ამ საოცარმა გუნდმა, რომელიც ხოთშოს ვატომ, თამრიკომ და თამუნე ჟვანიამ იმღერეს, ამ სამ ადამიანმა შექმნა ეს დიდი გუნდი თითქოს, ამანაც დიდი სიყვარული დაიმსახურა ისევე როგორც იავნანა. ასე რომ ასე მოხდა იავნანას დაბადება. ბოლო წლები იყო ის, რომ მას უნდა გადაიღო ფილმი, რომელიც დაიწყებოდა ილიას მკვლელობით და დამთავრდებოდა გალაქტიონის თვითმკვლელობით. უბრალოდ სამწუხაროდ არ დასალდა, ის ავად გახდა. ჩვენ ერთად უნდა გვემუშავა, მაგრამ რაღაცნაირად ვერ მოესწრო და არც ვქონია ისეთი სერიოზული თქვათ რაღაცა შეკრება და დაჯდომა თან ავად გახდა. მაგრამ იმდენად განიცდიდა, რაც ხდებოდა მაშინ ქვეყანაში, ჩვენ ხომ მუდმივ კრიზისში ვართ, რომ მას უნდა რომ აი ამ ორი ძალიან ძიმე მოვლენით რაღაცა დიდი ზნეობრივი მოვლენა დაეხასიათებინა, რაც ხდებოდა საქართველოში. ასე რომ ეს ფილმი არ მოხდა, არ შედგა და ბატონი თენგიზი გარდაიცვალა. დრო არის კონკრეტული სიტუაცია, ამიტომ დრო და კონკრეტული სიტუაცია ქმნის გმირს, რომელსაც სრულად არ ელოდები და უცებ აღმოჩნდება, რომ რაღაცა ყლორტივით ამოხეთქავს ბეტონს და გმირი ხდება და ჩვენ ახლა ამის მომსწრენი ვართ ყველანი. აი თუნდაც ის ადამიანები, რომლებიც ახლა ახალგაზრდა პატიმრები, რომლებიც ციხეში სხედან და საოცარ ზნეობრივ მაგალითს გვაჩვენებენ გამძლეობის, სიმტკიცის, სამშობლოს სიყვარულის, რწმენის. აი ეს არიან ჩვენთვის უცნობი გმირები. თუ გახსოვთ არის ესეთი მოთხრობა გურამ ჩერვიშვილის უსახელო უფლის სიხელი. აი უსახელო უფლის სიხელები არიან, რომლებიც უშურველად თავის თავს შესწირავენ სამშობლოს და მათ ეს გვაჩვენეს ამის მაგალითი და მე მგონი აი ეს მაგალითები ჩვენ გვასაზრდოებს და სულიერ სიმტკიცეს გვიმატებს და ამიტომ მგონია ისინი არიან გმირები. არაფრიდან მოსული გმირები და ჩვენ არ ვიცნობდით მათ. მე მგონი არსებობს უნიჭო და ნიჭიერი კინო. თავარი ეგ არის, თორემ არა ნამდვილად არ არსებობს. თავარი იყოს კინო ნიჭიერი. ნიჭიერი ადამიანის მიერ გადაღებული. ნანობ და მერიდება და მცხვენია, რომ უფრო მეტი არ გავაკეთე ალბათ. ეს რაღაცა ის არის, რომ ყოველთვის გინდა რომ მეტი გაგეკეთებინა, ვიდრე გააკეთე. ეხლა მუშაობ პატარა დოკუმენტურ ფილმზე ძალიან მნიშვნელოვან ადამიანზე. ეს არის გუჯი ამაშუკელი, რომელიც არის ქართველი, მაგრამ 40 წლის წინ წავიდა საფრანგეთში და იქ გახდა დიდი ოქრომჭედელი და დიდი მოქანდაკე და მან შემოსა ლიტურგიული ჭურჭლით ნოტრ-დამი, ვატიკანი, შარტრის ტაძარი, ევროპის ბევრი ტაძარი და ესე იგი ძალიან აღიარებული ხელოვანია იქ. რაღაცა ნაწყვეტებად გამოგვივიდა, იყო კოვიდი, მე გავაკეთე ჩემი ბოლო ფილმი, მე ბატონი გუჯი ზარეცალა და აი ახლა რაღაცა ალბათ მალე დასრულდება. მე კახი ძალიან დიდი ხანია ვიცნობდი, ერთი ბავშვობიდან და მე უკვე 19 წლიდან, როდესაც მუშაობდით ნატყვის ხეზე. ეს იყო საოცარი ადამიანი, რომელსაც საოცრად შეიძლება ისტორიების მოყოლა. მაგრამ, როდესაც ნახე მისი სპექტაკლი, ეს იყო ერთადერთი სპექტაკლი ერთხელ გათამაშებული კაბსაძეების ოჯახი, იქ პირველად შევეხე მის ბიოგრაფიას, რომელიც არავინ არ იცოდა და რომელსაც ფაქტიურად ალბათ არც ამზეურებდა, იმიტომ რომ მამამისი გულაგში დაიღუპა და მანამდე გერმანიაში იყო გადასახლებული და ეს ისე მოყვა სცენიდან, რომ მე არ შემეძლო რაღაცა მინდოდა, რომ აი ეს საოცარი განცდა იმ ადამიანებთან ერთად, ვისაც ვუყურებდი ამას რუსთაველის თეატრში 800 ადამიანთან ერთად გამეზიარებინა ყველასთვის, იმიტომ ეს იყო დიდი ტრაგედია და დიდი დღესასწაული ერთდროულად და აუცილებლად უნდა დაფიქსირებული იყო ეს და აი ამიტომ გადავიღებ, რომ საოცარი იყო, რასაც ყვებოდა კახი, სრულად უცნობი იყო ის კახი, რომელიც ამას ყვებოდა და დიდი ტრაგედია იყო და ძალიან დიდი კაცობის და ადამიანობის ზეიმი და ეს უნდა
მომხდარიყო ამის რაღაცნაირად აღწერა. აი ამიტომ გადავიღე. ყოველი ადამიანი ალბათ თვითონ უნდა იკვლევდეს გზას ტაძრისკენ. ეს არ არის ასე ვთქვათ მასიური გზა. ყოველი ადამიანი თვითონ ირჩევს და დიდი სიზნელებით მინდის ამ გზისკენ. თუ ეს გააკეთა ერმა და ქვეყანამ და სახელმწიფომ, ეს არაჩვეულებრივია, მაგრამ ძალიან რთულია. ამიტომ ყოველი ჩვენგანის ვალია, რომ ჩვენ ვიაროთ და ვიპოვოთ ეს გზა და თუ ამას მოვახერხებთ, სხვაებიც ვაზიაროთ ამ გზას. ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ ამ გზას დავადგეთ. დიდი მადლობა მაყურებელს, რომელმაც ამდენი კითხვა დამისვა და იმ ინტერესისთვის, რაც მათ გამოიჩინეს თუ გამოხატეს ჩემს მიმართ და იმედი ვიქონიოთ, რომ ყოველი ჩვენგანი ამ გზას, ტაძრისკენ მიმავალ გზას დაადგება.